დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ და აუცილებლად ვითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი როგორც მთავარი ფასეულობა და ყველაზე დიდი ღირებულება იმსახურებს თავისუფლებას. დიახ, თავისუფლება არის ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისთვისაც ღირს სიცოცხლე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობა, როგორც თავისუფლება, ადამიანისთვის არის სიცოცხლის განსაზღვრელიც და ცხოვრების ხარისხის განსაზღვრელიც. ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობას მარტო ერთი წახნაგი არ აქვს და ჯანმრთელობის ქვეშ აუცილებლად იგულისხმება სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას პირველ რიგში გვახსენდება ადამიანის სხეული და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მას ვხედავთ და ვხედავთ იმიტომ რომ უამრავი ქსოვილი, ორგანო, სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებულია და ასე ქმნის ორგანიზმის განუმეორებელ მთლიანობას. ამ ყველაფრის საფუძველი, ამ ყველაფრის ღერძი კი გახლავთ ძვლოვანი ჩონჩხი, რომელიც უამრავი სხვადასხვა კომპონენტის ურთიერთშეხამებით ყალიბდება. და ამ ურთიერთშეთანხმებულ თანაცხოვრებაში, სადაც მინერალებიც, ვიტამინებიც, ცილებიც, ფერმენტებიც, მრავალი სხვა კომპონენტი იღებს მონაწილეობას, არის ერთი გამორჩეული, რომლის შესახებაც პრაქტიკულად ყველა მიცის, რადგან იქ, სადაც ძვალია, საზოგადოებისათვის ძალიან ადვილად აღსაქმელი, რომ იქ არის კალციუმიც. ანუ არ სჭირდება სამედიცინო ცოდნა იმის დაკავშირებას, რომ ძვალი და კალციუმი არის ერთი მთლიანი. იმისთვის, რომ მოვემზადოთ, როგორც წესი, ჩვენ თადარიგს ვიწყებთ ხოლმე და თადარიგს ვიჭერთ ხოლმე გადაცემის წინაპირობების ჩამოყალიბებისათვის და ასეთ დროს სხვადასხვა სამარჯვი გვაქვს, მათ შორის სოციალურ მედიაში ჩვენი გვერდები, სადაც შეგვიძლია თქვენი დამოკიდებულების ძალიან კარგად აღნოსხვა. განსაკუთრებით, როდესაც ვცდილობთ კონკრეტულ პრობლემასთან მიმართებაში თქვენი ინფორმირებულობა და თქვენი დამოკიდებულება შევაფასოთ. ასე მოვიქეცით ამჯერადაც და ვიდრე სტუმარი შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში, აუცილებლად გაგიზიარებთ წინასწარ ამ გამოკითხვის შედეგებს. ჩვენ მიერ დასმული კითხვა იყო ძალიან მარტივი. ვის სჭირდება კალციუმის დამატება? როგორც წესია, ეს არის საყვარელი თემა. მაშინ, როდესაც ადამიანები ვარაუდობენ სხვადასხვა პროდუქტი, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის კარგი შემავსებელი, პროფილაქტიკის მიზნით, სამკურნალო მიზნით და ასე შემდეგ. თუმცა, ვის სჭირდება კალციუმის დამატება, აქ იგულისხმება სამედიცინო მტკიცებულებები და ამის შესახებ არ არის ვალდებული საზოგადოება იცოდეს. სწორედ ეს ნაწილი შევაფასეთ ჩვენ და მოდით ერთად შევავლოთ თვალი, როგორ აისახა გამოკითხვის შედეგები კონკრეტულ დიაგრამაზე. ძალიან მარტივად დასანახია სურათი, რომელიც უკავშირდება საზოგადოების ინფორმირებულობას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვაში სხვადასხვა კომპონენტები გამოყოფილი, მაგალითად, ბავშვმა და ხანდაზმულმა უნდა მიიღოს კალციუმის დანამატი, ყველამ უნდა მიიღოს, არავინ მიიღოს და არ ვიცი. გადანაწილდა შემდეგნაირად 46% საკმაოდ დიდი ჯგუფი ჩვენი აუდიტორიისა თვლის, რომ ბავშვმაც და ხანდაზმულმაც უნდა მიიღოს აუცილებლად კალციუმი. საინტერესოა, რომ ყველასთან დაკავშირებით პასუხი მხოლოდ 8%-ს ჰქონდა. რაც შეეხება 31%-ს, მან უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 15% ვარაუდობს, რომ არავინ უნდა მიიღოს კალციუმის დანამატი. ეს მართლაც ასეა თუ არა, როგორც დაგვირდით დღეს სტუმართან ერთად საკმაოდ ბევრ საკითხს გავარკვევ და ეს სულ რამდენიმე წამში მოხდება. ჩვენ ძვლოვან ჩონჩხთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს და ეს ყოველთვის კალციუმს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ძვლის შენებაში კალციუმის გარდა უამრავი სხვა კომპონენტი მონაწილეობს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კალციუმზე ყურადღების გამახვილება, თუ რატომ ამაზე დეტალურად ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ენდოკრინოლოგი ასისტენტ პროფესორი ქალბატონი თეახუროძე. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის ქალბატონო მარი, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის ამ საოცარ
გარემოში ყოველთვის სითბო და ჯადოსნური სამყარო არის აქ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. ვისაუბროთ აქტუალურ პრობლემაზე, კალციუმი და მასთან დაკავშირებული პათოლოგიები, პრობლემები, ზოგადად ელექტროლიტები, არა მარტო კალციუმი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების და ჰომეოსტაზისთვის, კალციუმი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. უხშირესად გეთანხმებით ძვალთან და კბილების ჯანმრთელობასთან არის მისი დონე დაკავშირებული, მაგრამ კალციუმის ნორმალური დონე აკონტროლებს ცენტრალური ნერვულ სისტემაში სიგნალების გადაცემას და სინაფსურ ნორმალურ მოქმედებას, გულის კუნთის კუმშვადობას, ნევრკუნთოვან შეკუმშვას, ასევე სისხლის შედედების სისტემის ადეკვატურ ფუნქციონირებასაც კალციუმი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ჩვენს ჭკვიან ორგანიზმს აქვს ძალიან მრავალი მექანიზმი კალციუმის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად და მას საკუთარი ჰორმონიც კი აქვს სარეგულაციოდ. ეს ჰორმონი არის პარათიროიდული ჰორმონი, რომელიც ფარისებრ ახლო ჯირკვალში გამომუშავდება. ამ ჯირკვლის სახელწოდება მისი მდებარეობიდან მომდინარეობს, ახლოს მდებარეობს ფარისებრ ჯირკვალთან, ლობიოსპოზომის ორგანოა და შესაძლებელია 4 ან 6 იყოს ფარისებრი ჯირკვლის მიმდებარედ. ამ ორგანოს მუშაობა სრულად კონტროლირდება კალციუმის დონით. თუ კალციუმი დაბალია, ჰორმონი იწყებს ჭარბად გადმოსროლას. თუ კალციუმი მაღლა მიდის, პირიქით მისი გადმოსროლა მცირდება და რას აკეთებს ეს პარათიროიდული ჰორმონი? მოქმედებს სხვადასხვა სამიზნე ორგანოზე, რომ მოხდეს კალციუმის დონის რეგულაცია და ნორმალიზება. პირველი ეს არის კალციუმის ყველაზე დიდი დეპო ორგანიზმში ძვლოვანი სისტემა, რა თქმა უნდა, პარათიროიდული ჯირკვალი გააქტიურებს ძვლის დამშლელ უჯრედებს, ოსტეოკლასტებს და ხდება ძვლის სიმკვრივის შემცირების ხარჯზე კალციუმის გამოთავისუფლება სისხლში ნორმალიზებისთვის. გარდა ამისა, თირკმელში არააქტიური D ვიტამინიდან, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გარემოდან, ვიღებთ საკვებიდან, დეპოს სახით ინახება ღვიძლში და შემდეგ გადადის თირკმელში, რომ მოხდეს მისი აქტივაცია და აქტივაცია სწორედ რომ პარათიროიდული ჰორმონის ზეგავლენით ხდება, აქტიური D ვიტამინი უკვე კუჭნაწლავიდან კალციუმის ათვისებას გვირეგულირებს, თირკმლიდან კალციუმის უკან შემოტანას გვირეგულირებს და ასე მრავალ ფუნქციური მექანიზმით კალციუმი დგება ნორმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის მთელ ამ სარეგულაციო მექანიზმში კიდევ სხვა მრავალი ჰორმონი, სხვა მრავალი მიკროელემენტია ჩართული, მათ შორის მაგნიუმი, მათ შორის ფოსფორი, ფოსფორთან კალციუმს რეციპროკული, ანუ უკუ კავშირის მექანიზმი აქვს, როდესაც კალციუმის შემოტანა ხდება, ფოსფორი გამოიდევნება, ან პირიქით თუ ორგანიზმში კალციუმი იკარგება, ფოსფორი ჭარბი დონით შემოდის და ეს ყველა სარეგულაციო მექანიზმი იდეალურად აქვს ორგანიზმს მოწყობილი, თუ ხდება ადეკვატურად საკვების საშუალებით კალციუმის, D ვიტამინის მიწოდება, ათვისება ეფექტურად ხდება, თირკმელი თუ ძვლოვანი სისტემა თუ პარათიროიდული ჯირკვალი ეფექტურად მუშაობს, კალციუმის ფუნქციის დარღვევა პრაქტიკულად არ ხდება. ასე რომ, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს კალციუმის დეფიციტებით ან სიჭარბით მიმდინარე პათოლოგიებთან, აქ გარკვეული სერიოზული საყურადღებო გადახრებია, რომელსაც ექიმები ვითვალისწინებთ და მაშინ ვერთვებით საკორექციოდ. ზოგადად მულტიორგანულია ეს დარღვევები და კლინიკური სურათიც ცოტა ვრცელია და ღრმა დიფერენციალური დიაგნოსტიკა გვჭირდება, სწორად განსაზღვროთ პრობლემა საიდან წარმოიშვა. კალციუმის დეფიციტით მიმდინარე პათოლოგიები, მიშევეხოთ ამას, კლინიკური გამოვლინება იმის და მიხედვით განსხვავდება, რა ხარისხით არის დეფიციტი, ან რამდენად დაქვეითებული, ან რა ხანდაზმულობის არის ეს პრობლემა. მწვავე დეფიციტი რამდენად დიდხანს გრძელდება ეს პრობლემა. მწვავე დეფიციტები ძირითადად ვლითარდება ოპერაციის შემდგომ პერიოდებში, როდესაც ამ აღნიშნული პარათიროიდული ჯირკვლის ამოღება ხდება, ან ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ჩარევა ამოღება და სისხლმომარაგების შეფერხება, გვერდით მდებარე ორგანოსი, გარდამავალი დეფიციტები. ამ შემთხვევაში რა გვაქვს? არ არის პარათიროიდული ჯირკვალი, შესაბამისად ვერ მობილიზდება კალციუმი ძვლიდან, ვერ გარდაიქმნება აქტიურ D ვიტამინად ინაქტიური ფორმა, ვერ აითვისება კუჭნაწლავიდან და ვითარდება მწვავე კალციუმის დეფიციტი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სტაციონარში ექიმები ითვალისწინებენ, ხშირად საზღვრავენ კალციუმის დონეს და თუ მსგავსი პრობლემა ჩამოყალიბდა, ადეკვატურად
საინფუზიო საშუალებებითაც არეგულირებენ და რაც მთავარია, ეს პრობლემა თუ დაფიქსირდა, უკვე სახლში გაწერილ პაციენტებს ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მიიღოს კალციუმის დანამატებთან ერთად აქტიური დ-ვიტამინის ფორმა, რადგან ჩვენ არ გვაქვს პარათიროიდული ჰორმონის ეფექტი ორგანიზმში, არააქტიური ფორმა ვერ გადადის აქტიურში და აქტიური დ-ვიტამინი უკვე პრაქტიკულად ჰორმონული ეფექტით არის, რომელიც კალციუმის ათვისებას კუჭნაწლავიდან ეხმარება ორგანიზმს და ამ მედიკამენტის ან გარდამავლად მიღება ჭირდება და თუ პრობლემა, ძირითადად გარდამავალია ხოლმე უხშირესად და ერთ თვეში პარათიროიდული ჯირკვალი ორ თვეში აღიდგენს თავის ფუნქციას, ან შესაძლებელია მთელი ცხოვრებაც კალციუმის ნორმალიზებისთვის აქტიური დ-ვიტამინის, ან ზოგჯერ სინთეზური დ-ვიტამინის, ასევე სინთეზური პარათჰორმონის მიღებაც კი დაჭირდეს. რაც შეეხება ზომიერ და მსუბუქ კალციუმის დეფიციტებს, ამ შემთხვევაში კლინიკური სურათი ისეთი მწვავე არ არის, იქ სიმწვავით გამოვლინდება კუნთების ძლიერი შეკუმშვა, სუნთქვის კუნთების მკვეთრი შეკუმშვის ფონზე სუნთქვის ფაზებიც კი ირღვევა, არ შეუძლია ადამიანს სუნთქვა, ასევე გულის კუნთის კუმშვადობის ფუნქცია ირღვევა და ტეტანიო ვითარდება და ამისი არიდება, აცილება თავიდან აცილება მწვავე ჰიპოკალცემიის ძალზედ მნიშვნელოვანია და მისი მართვაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თქვენ უკაცრავად გეთქვით კუნთების შეკუმშვაზე რომ გაამახვილეთ ყურადღება, გული როგორც კუნთური ორგანო ასე პასუხობს და შეიძლება მოხდეს პერიფერიული კუნთების შემთხვევაშიც, შეიძლება მოხდეს წვივის კუნთების შემთხვევაში და ნებისმიერი კუნთის შემთხვევაში შეიძლება ეს ხილული აღმოჩნდეს გარშემოყოფებისთვისაც კი და იყოს მოძრაობის და კოორდინაციის შემაფერხებელი. რა თქმა უნდა, მსუბუქი და ზომიერი ფორმები ასეთი სიმწვავით არ ვლინდება. ზოგჯერ პაციენტმა შეიძლება უგულებელყოს კიდევაც ის ჩივილი, რაც კალციუმის დეფიციტთან არის დაკავშირებული, ელემენტარული დაბუჟება, არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კალციუმის დეფიციტის ფონზე ჩვენ ვახსენეთ, რომ ფოსფორთან მიმართებაში უკავშირით დამოკიდებულება აქვს კალციუმი თუ დაბალია ფოსფორი დიდი რაოდენობით არის სისხლში და ხანგრძლივად მაღალი დონის ფოსფორმა შესაძლებელია თავის ტვინში, ბაზალურ განგლიებში კალციფიკატები გააჩინოს და ამის ხარჯზე განვითარდეს გულყრა და პაციენტი ჰიპოკალცემიის გამო მოხდეს ნევროლოგიურ კლინიკაში და სწორედ იქ დიაგნოზირდეს პირველადად, რომ არა ნევროლოგიური პირველადი დაზიანება და დაავადება, არა ეპილეფსია, არამედ კალციუმის ხანგრძლივი დეფიციტის ფონზე განვითარებული გარკვეული ნეიროგენული ცვლილებებით. ანუ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია, ამიტომ დიაგნოსტიკა. ასეთი დეფიციტები შეიძლება ფარისებრ ახლო ჯირკვლის ფუნქციურმა დარღვევამ, აუტოიმუნურმა დაავადებამ, რაც ძალზედ იშვიათია, როდესაც ფარისებრ ახლო ჯირკვალი ვეღარ ახერხებს პროდუქციას და ანტისხეულები ამ ქსოვილს აზიანებს. ეს ძირითადად ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფშივე გამოვლინდება ხოლმე, იმიტომ რომ სხვა ენდოკრინულ აუტოიმუნურ დაავადებასთან არის შეჭიდული და მისი პრეზენტაცია ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში ხდება. ზოგჯერ არის ასეთი სიტუაცია, როდესაც გვაქვს პარათიროიდული ჰორმონი, მაგრამ ის ვერ ასრულებს თავის ფუნქციას გამომდინარე იქიდან, რომ სამიზნე ორგანოში ის რეცეპტორის მუტაციაა, რომელზეც უნდა იმოქმედოს პარათიროიდულმა ჯირკვალმა, გვაქვს ჰორმონი, მაგრამ არ გვაქვს შედეგი, არ გვაქვს მისი მოქმედება. ამას ფსევდოჰიპოპარათირეოზსაც უწოდებენ, ეს დასახელება ფსევდოჰიპოპარათირეოზი, ანუ კლინიკურად პარათიროიდული ჰორმონის დეფიციტია, მაგრამ ლაბორატორიულად სისხლში მაღალიც-კია პარათიროიდული ჰორმონი და ასეთი დაავადებებიც უფრო ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში, იმიტომ რომ გენეტიკური მუტაციები ადრეულ ასაკიდანვე გამოვლინდება, პაციენტებს ხშირად აქვთ კალციუმის დეფიციტის სიმპტომატიკა, თუმცა დიაგნოზი მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფშიც დაგვისვავს მსგავსი და ეს გასათვალისწინებელია. ასევე შესაძლებელია ის სამიზნე ორგანოები, სადაც მოქმედებს ეს ჰორმონი, თირკმელი, კუჭნაწლავის სისტემა, მათი ფუნქციური დარღვევით მოხდეს კალციუმის დეფიციტის ჩამოყალიბება, კერძოდ თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ვეღარ ხორციელდება აქტიური დ-ვიტამინის წარმოქმნა და კუჭნაწლავიდან უკვე კალციუმის ათვისება, ეს ასტიმულირებს ამას გრძნობით
გრძნობს ფარისებრ ახლო ჯირკვალი, გადმოისვრის დიდი რაოდენობით ამ ჰორმონს, რომ საკომპენსაციოდ საიდანღაც და სისხლში კალციუმის დონე ნორმაში შეინარჩუნოს და ამ შემთხვევაში უკვე ზიანდება ძვალი, იმიტომ რომ პარათიროიდულ ჯირკვალზე პასუხობს ძვალი. სტიმულირდება ოსტეოკლასტები და შესაძლებელია თირკმლის მიერი ოსტეოპოროზიც კი ჩამოყალიბდეს და მოტეხილობასთან კონდეს საქმე. ან კუჭნაწლავის მხრივ პათოლოგიების დროს, ქრონიკული გასტრიტი, თუნდაც ცელიაკიის დროს, ან ბარიატრიული ოპერაციების შემდგომ, როდესაც დარღვეულია ანატომიური თავისებურება, საკვების პასაჟირება, მჟავატუტოვანი ბალანსი, ვითარდება კალციუმის, D ვიტამინის, მაგნიუმის ათვისების პრობლემები, ეს კი ისევ და ისევ ასტიმულირებს ამ სასიგნალე სისტემას, რომ დაარეგულიროს კალციუმი ორგანიზმმა და გამოიტანს ცვლიდან და ამ შემთხვევაში კუჭნაწლავის მიერი ოსტეოპოროზია და მოტეხილობა სწორედ აქედან გამომდინარეობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პაციენტების სწორი დროული დიაგნოზირება და მართვა, კალციუმის დეფიციტის, პარათიროიდული ჰორმონის გამოყოფის დეფიციტის თუ მასი მოქმედების დარღვევის მართვა ძირითადად ხდება კალციუმის სუპლემენტებით და დანამატებით და ამ აქტიური D ვიტამინის ან სინთეზური პარათჰორმონის მიწოდებით. რაც შეეხება ჭარბ სეკრეციას და კალციუმის ჭარბ დონეს სისხლში, ამასაც თავისი მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინება. ასეთ შემთხვევაში კალციუმი მაღალია, მაგრამ ვერ აღიქვავს ამ მაღალ კალციუმს პარათიროიდული ჰორმონი, ჯირკვალი და ხდება მისი გამუდმებით გარეთ გამოყოფა და იზრდება ეს ეფექტი ორგანიზმში, ძვალი ჭარბად გამოყოფს კალციუმს სისხლში, თირკმლიდან ჭარბად რეაბსორბდება, კუჭნაწლავიდანაც დიდი რაოდენობით კალციუმია, არ იკარგება და მატულობს. მაღალ კალციუმს ძირითადად პაციენტები გრძნობენ არტერიული წნევის მატებით. ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობები, შედედების ხარისხი იმატულობს. ასევე სარქლოვანი სისტემის კალციფიცირება შეიძლება მოხდეს, რითმის დარღვევა და პაციენტები პირველადად ხვდებიან კარდიოლოგებთან ამ ჩივილის გამო, მაგრამ აქ გული დამნაშავე არ არის, არის კალციუმის ცვლის დარღვევის ხარჯზე გულის პრობლემა წამოსული. ასევე თირკმელში კენჭოვანი წარმოქმნები, კონკრემენტები და პაციენტი შეიძლება ჯერადად მოხდეს ლითოტრიფსიაზე ნეფროლოგთან, მაგრამ აქ თირკმელი არ არის დამნაშავე კალციუმის ცვლის ხარჯზე მოხდა თირკმელის დაზიანება. ასე რომ ასევე კუჭნაწლავის მხრივ შეიძლება პანკრეატიტი გამოიწვიოს, კალციფიკატები ჩაჯდეს პანკრეასში და პანკრეატიტით გასტროენტეროლოგთან მოხდეს, მაგრამ დამნაშავე ისევ კალციუმის მაღალი დონეა სისხლში და რაც მთავარია, ოსტეოპოროზული მოტეხილობაც შესაძლებელი ამ ჭარბი პარათიროიდული ჰორმონის სტიმულის ფონზე განვითარდეს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აქტუალურია თემას კალციუმის ცვლის და მისი რეგულაციის დროული დიაგნოსტიკა, ამიტომ რუტინულ ვიზიტებზე, ოჯახის ექიმებთან თუ სკრინინგებზე ყოველთვის ტარდება ელექტროლიტების ბალანსის კვლევა, მათ შორის და მინიმალური გადახრა. სიჭარბისკენ თუ დეფიციტისკენ აუცილებლად საჭიროებს უფრო ღრმა კვლევებს და სწორ დროულ დიფერენცირებას, რომ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაზეც მქონდა საუბარი და შორს წასული ეფექტები კალციუმის სიჭარბის თუ დეფიციტისა. რეგულაციის მხრივ თუ ყველაფერი კარგად მუშაობს, თუ ყველაფერი წესრიგშია, კუჭნაწლავი, თირკმელი, პარათიროიდული ჯირკვალი, მიწოდება მიკროელემენტების, კალციუმის ადეკვატური მიწოდება, D ვიტამინის ადეკვატური მიწოდება. მოდით არ დაასრულოთ პასუხი. ნახოთ დიაგრამა. ერთი, რომელიც მე ვიცი, რაც უნდა იყოს თქვენი ფრაზის დასრულება, ლოგიკურად ვარაუდობ და მოდით ვიდრე უპასუხებთ აი ამ ფრაზას დაუბრუნდით, მას შემდეგ რაც გამოკითხვის შედეგს ნახავთ. სწორედ იმ კონტექსტში, რაზედაც ახლა თქვენ საუბრის შემაჯამებელ ფრაზას იყენებდით. ჩვენ გადავწყვიტეთ წინასწარ გამოკვლევა, უბრალოდ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა. როგორ ფიქრობ საზოგადოება, უნდა დავლიოთ თუ არა, მაგალითად პროფილაქტიკური მიზნით კალციუმი, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები ავიცილოთ. არის თუ არა ამ შემთხვევაში ასაკის სქესი გასათვალისწინებელი და სხვა.
და გამოკვლევაში, უბრალოდ გამოკითხვაში, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, ძალიან მარტივი კითხვა იყო დასმული კონკრეტული ჯგუფების შესაბამისად. მაგალითად, ბავშვმა და ხანდაზმულმა უნდა მიიღოს თუ არა რეგულარულად დამატებითი კალციუმი. მაგალითად, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს თუ არა დამატებითი კალციუმი, არავინ მიიღოს და არ ვიცი. აი ახლა შეგვიძლია ნახეთ, შევალოთ თვალი დიაგრამას და აღმოჩნდება, რომ 46% პრაქტიკულად ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ბავშვმა და ხანდაზმულმა უნდა რეგულარულად მიიღოს წინასწარ კალციუმი ყოველგვარი იმ პირობების გარეშე, რომელზედაც თქვენ საუბრობდით. პრინციპში მხოლოდ 15%-მა უპასუხა არავინ და 8%-მა ყველამ. 31% ვარაუდობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. აი ახლა შეგიძლიათ უკვე დაასრულოთ პასუხი. ამაზე ვისაუბრე, იმხელა მართვის სისტემა კალციუმის ნორმალიზებისთვის, რა თქმა უნდა, დამატებით მუდმივად კალციუმის მიღება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფს არ ჭირდება და თუ დეფიციტი გამოვლინდა ამ შემთხვევაში დ-ვიტამინის შევავსოთ დ-ვიტამინი თუ მაგნიუმის შევავსოთ მაგნიუმი და მხოლოდ სპეციფიური პრობლემების დროს საჭიროებს ორგანიზმი დამატებით კალციუმის სუპლემენტაციას მიღებას, რომ მოხდეს კალციუმის ჰომეოსტაზის მართვა ორგანიზმში სათანადოდ. როდესაც თქვენ საუბრობდით ნაკლებობასა და სიჭარბეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანის ორგანიზმი და თქვენ ძალიან კარგი ფრაზა გამოიყენეთ საუბრის დასაწყისში, ჩვენი ჭკვიანი ორგანიზმი, დიახ, ნამდვილად ძალიან ბევრი სამარჯვე აქვს ჩვენს ორგანიზმს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ეს წონასწორობა. და თუ მართლა ძალიან ბევრი ფაქტორი ერთდროულად არ მუშაობს, ორგანიზმი ცდილობს დიდხანს მოითმინოს ეს ყველაფერი და აი ამის ხარჯზე ჩვენ დაგვანახოს, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ ჩვენ ამას შევხედავთ ასაკობრივ ჭრილში და შევხედავთ გენდერულ ჭრილში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ რა კი პატარაა, რა კი ხანდაზმულია, მაშინ კალციუმზე მოთხოვნილება გაზრდილია და როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ნორმაშია ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არ გვაქვს არგუმენტები, პროფილაქტიკურად შეგვიძლია და უნდა მივცეთ კალციუმი. თქვენ ამ კითხვას უკვე გაეცით პასუხი, მაგრამ მნიშვნელოვანია კალციუმის სვლა დავინახოთ სწორედ ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში. ასაკობრივ გენდერულ ჭრილში უფრო აქტიურად უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ ზუსტად მოზარდობის ასაკში საჭიროებს ორგანიზმი ყველაზე დიდი რაოდენობის კალციუმს და ხანდაზმულობის ასაკში, სადაც უკვე ჰორმონალური ცვლილებებიდან გამომდინარე კალციუმის ცვლაზე ხდება გარკვეული ზეგავლენა, ესტროგენის დეფიციტია განსაკუთრებით ქალბატონებში და ოსტეოპოროზის მაღალი რისკია, ამ შემთხვევაშიც მინიმალური დეფიციტის კალციუმი და მასთან დაკავშირებული თითოეული რგოლის მოშლის შემთხვევაში დროული ჩართვა და კორექცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ერთი კითხვა, რომელიც პრაქტიკულად მეეჭვი მაქვს ყველა ოჯახისთვის იქნება საინტერესო. ჩვენ შევთანხმდით, მედიცინა შეთანხმდა იმაზე, რომ ფაქტები არის ყველაზე სანდო არგუმენტები, როდესაც ჩვენ რაღაც საკითხზე მსჯელობთ. და შევთანხმდით, რომ ხანდაზმულ ასაკში ოსტეოპოროზის რისკი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მათ შორის იმაზე, როგორ ვითარდებოდა ძვალსახსართა სისტემა ადრეულ ასაკში. მაგალითად, როგორ ჩამოყალიბდა ძვლოვანი სიმკვრივე და ძვლოვანი პიკის ასაკი, როდესაც დადგა, ბავშვობა დასრულდა, ზრდასრულობაში გადავიდა ადამიანი, რა მდგომარეობაშია მისი ძვლოვანი სისტემა, როგორია მისი სიმკვრივე, როგორია მისი სტრუქტურა და ასე შემდეგ. რა შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენ ოჯახებს? ძალიან მნიშვნელოვანია კალცი დავლიოთ. ეს იყო სტერეოტიპი, რომელიც პრაქტიკულად ბევრ თაობაში ოჯახში გადადიოდა როგორც მთავარი გზავნილი, რომ ბავშვებმა უნდა კალცი დალიონ. არადა თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ დ-ვიტამინის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პროფილაქტიკასაც ამას. თქვენ მექანიზმი უკვე ახსენით, მაგრამ ოჯახებს რა უთხრათ? როგორ უნდა მოიქცნენ ასე შემთხვევაში? ასე მიუმართოთ ოჯახებს. ოსტეოპოროზს მიიჩნევენ ბავშვთა და მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფში დაწყებული პრობლემის
მაღალასაკობრივ ჯგუფში გამოვლინებას. ანუ, როდესაც ყალიბდება წლოვანი სისტემა, როდესაც პიკური მასა უნდა მიიღოს, რასაც ჩვენი გენეტიკა გვაძლევს და ის მაქსიმუმი უნდა ავიღოთ და იქ გვაქვს ადინამია, არასრულფასოვანი კვება, კალციუმით ნაკლები რაციონი, დ-ვიტამინის დეფიციტი, კუნთურ მასას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ კუნთური ძალა არის მძლავრი სტიმული ძვლის შენების პროცესში და ფიზიკური არამედ ძალა არის სტიმული ძვლის შენების რემოდელინგის პროცესში და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი წლოვანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის და სამომავლოდ მაღალასაკობრივ ჯგუფში ოსტეოპოროზის პრევენციისთვის ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა კვება არის საწინდარი წლოვანი ჯანმრთელობისთვის მაღალასაკობრივ ჯგუფში. ეს არის ჩვენი გზავნილი მოსახლეობას და თავარი ჯადოსნური საიდუმლო, აი ეს ჯადოსნობას და საიდუმლოც, რომელიც თითქოს მარტივად არის დაშიფრული ცხოვრების წესში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით თქვენ ახსენეთ ზომიერი ფიზიკური აქტივობა და მე შევახსენებ სიამოვნებით მშობლებს, რომ თანამედროვე მეცნიერებაში გაჩენილი ეგრეთ წოდებული გადაწვრთნის სინდრომი არის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება ძლოვანი სისტემა და ბავშვის ფიზიკური განვითარება მთლიანად შეაფერხოს, შეცვალოს ჰორმონული ცვლა და სხვათა შორის დაარღვიოს კალციუმის ცვლაც, იმიტომ რომ გადაწვრთნილი ძვალი ქმნის უამრავ პრობლემას. ისევე როგორც თქვენ ახსენეთ, ურთიერთშეხამება ცხოვრების წესის ფაქტორების არის მთავარი გასაღები. მადლობა თეა დღევანდელი სტუმრობისთვის და ძალიან პრაქტიკული ინფორმაციისთვის, მით უფრო რომ ზოგჯერ დამკვიდრებული წარმოდგენა მითად იქცევა ხოლმე და ამ მითების მსხრევა არც თუ ისე ადვილია და დღეს ჩვენ გქონდა უამრავი მყარი სამეცნიერო არგუმენტი იმისთვის რომ გვეთქვა ყველა ადამიანს არ სჭირდება კალციუმის დალევა, რომ ბავშვობა და ხანდაზმულობა ავტომატურად არ განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენ ყოველდღიურად დანამატების სახით მივიღოთ კალციუმი. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ენდოკრინოლოგი პროფესორი ქალბატონი თეა ხუროძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გელოდებათ. თქვენ ალბათ შენიშნეთ, ყველა კვებითი შუქნიშანი სწორედ ამ წერტილიდან, ამ ზონიდან იწყება მინიშნებით თეფშზე, როგორც დღიურ რაციონზე. არა იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი ტიპის რეკომენდაციებს ვეყრდნობით, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე მტკიცებითი მედიცინა საკვების ფერს, ჯგუფებად დაყოფას, მათ ურთიერთშეხამებას, თანაფარდობას, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რაზედაც მუდმივად მე ვსაუბრობ ხოლმე. კვებაში 3 გასაღები გვაქვს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ, როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ, რას მივირთმევთ. ანუ მარტივად, როგორია ჩვენი კვების რეჟიმი, როგორია ჩვენი ულუფა და როგორია რაციონი. დღეს განსაკუთრებული შეიძლება იყოს ეს რაციონი, თუნდაც იმიტომ, რომ კალციუმზე ვსაუბრობთ და კალციუმი საკვებით უნდა შევივსოთ. თუმცა აქ არის რამდენიმე კანონზომიერება, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ერთი ზოგადი და ორი ძალიან განსხვავებული შტრიხით, რომელზედაც ადრე არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ დღეს ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. როდესაც ზოგად კანონზომიერებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზგასასმელია, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ფორმირების პერიოდის გათვალისწინება. დიახ, ზოგად განვითარებაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც ხდება ადამიანის ორგანიზმის პერიოდიზაციის მიხედვით. ანუ სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ცვლილება. და ასეთ ცვლილებებთან მიმართებაში განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა ძლოვანი ჩონჩხის ფორმირების ეტაპი და მაქსიმალური პიკური მასა, როდესაც ძვლის მასა ყველაზე სწრაფად გროვდება. მრავალი კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საშუალოდ დაახლოებით 18-20 წლისთვის ეს მაჩვენებელი არის კრიტიკულად მაღალი. დიახ, შესაძლოა წინ დახედულება იყოს ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება კალციუმი დროულად, სათანადო რაოდენობით და შესაბამის ადგილას ჩაჯდეს ჩვენს ორგანიზმში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ფიზიკური აქტივობის, ადამიანის ცხოვრების ბიოლოგიური რიტმის, ზოგადი ცხოვრების წესის ფაქტორების ურთიერთშეხამება, რადგან იზოლირებულად არც ფიზიკური აქტივობა,
არც სკვება, არც სტრესის მართვა და არც რომელიმე ფაქტორი არ ცვლის სურათს, მაგრამ წონის სტაბილიზაცია, ფიზიკური აქტივობა, დროში განაწილებული კვება, ფიზიკურ აქტივობასთან შეხამებით, ძილთან, სტრესის მართვასთან, მავნეჩვევების არქონასთან, ურთიერთშეხამებით, გარკვეული არჩევანით, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვებაში, როდესაც ჩვენ ზოგად ანთებას ვამცირებთ ორგანიზმში. ქმნით ისეთ გარემოს, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ასეთი რისკი, რა თქმა უნდა, ყვითელ ზონაში ხდება ასეთ შემთხვევაში ყველა ის პროდუქტი, რომელსაც ახლა მე ნელ-ნელა საუბრის დროს ვალაგებ, იქნება ეს პროცესირებული, ანუ მრავალჯერ დამუშავებული პროდუქტები, იქნება ეს ალკოჰოლით დატვირთული საკვები, იქნება ეს მაგალითად ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით დატვირთული დიდი კალორიული დატვირთვის მქონე და ფუჭი კალორიების მქონე, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი პროდუქტები, მაგალითად განსაკუთრებით ტრანსცხიმებით და ჰიდროგენიზებული ცხიმებით დატვირთული პროდუქტები, რომელიც საერთო რისკს ქმნის, რომ ორგანიზმში არსებული ფონი იყოს ხელის შემშლელი, მათ შორის ძვლოვანი ქსოვილის სწორი ფორმირებისა და მათ შორის იმ პროცესებისა, რომელიც კალციუმს თავის ადგილას მისვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ რეალურად დაბრკოლებები შესაძლებელია და ჩვენ ეს დაბრკოლებები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. მაგრამ არის აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგი, რომელზედაც მე აუცილებლად უნდა გესაუბროთ. პირველი წახნაგი უკავშირდება მაგალითად კალციუმთან დაკავშირებულ დოზირებას. რა თქმა უნდა, კალციუმის მოხმარება ეს არის ერთ-ერთი საჭიროებო საკითხი, რომელსაც ყველა თავისი ინტერესიდან გამომდინარე უნდა უყურებდეს და საკუთარი საჭიროების შესაბამისად. ეს გახლავთ პერსონალიზებული მიდგომა. ეს გახლავთ ერთი ადამიანისთვის შერჩეული კვებითი სტრატეგია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჭირდება საერთო მიდგომის გათვალისწინება, რადგან ჩვენ როგორც განსაკუთრებული პროფესიის წარმომადგენლებს იურისტების მსგავსად გვაქვს ჩვენი კოდექსი, რომელსაც კვების კოდექსი, ანუ კოდექს ალიმენტარიოს ჰქვია. აი ამ კოდექსის მიხედვით განისაზღვრება საჭიროებები, საშუალო მაჩვენებლები იმისა, რა სჭირდება მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და გამოყოფილია რეკომენდებული დიეტური მოხმარება. კალციუმთან დაკავშირებით რეკომენდებული დიეტური მოხმარება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით რასაკვირველია განსხვავებულია. მაგრამ მე რამდენიმე პარამეტრს გაგახსენებთ, რომელიც ჩვენს გადაცემაში ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და მოდით ეს ყველაფერი გავზომოთ ჭიქა რძით. მარტივი გასაზომი გახლავთ, რადგან ერთი ჭიქა რძე გახლავთ დაახლოებით 300 მილიგრამი კალციუმი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთი ჭიქა რძე, ეს გახლავთ 300 მილიგრამი კალციუმი. მოდით ახლა შევხედოთ სწორედ ჭიქების ჭრილში იმ ნორმებს, რომელსაც უпростоრად რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. მაგალითად, 11-დან 18 წლის ჩათვლით რეკომენდებულია 1300 მილიგრამი კალციუმი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ჭიქა 300 მილიგრამია, დაახლოებით 4 ჭიქაზე მეტი გამოდის ეს მაჩვენებელი. თუ ვივარაუდებთ 19-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, იქ ჩვენ ვლაპარაკობთ 3 ჭიქაზე ცოტა მეტ კალციუმზე, უпростоრად რძეზე, რადგან ლაპარაკია 1000 მილიგრამ კალციუმზე. ანუ ისევ ჭიქა 300 გრამის ეკვივალენტით უნდა გადავთვალოთ. და თუ ჩვენ საუბრობთ 50 წლის შემდეგ, აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ განსაკუთრებული საჭიროება, ასაკთან ასოცირებული საჭიროება და 1200 მილიგრამი კალციუმი არის დადგენილი რეკომენდებულ მაჩვენებლად. ანუ ზუსტად 4 ჭიქა რძე. თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ 11-დან 19 წლამდე ცოტა უფრო მაღალია მოთხოვნილება და ეს მაჩვენებელი შემდეგ იკლებს ზრდასრულ ფაზაში და პრაქტიკულად ეწევა მოზარდობის ფაზას უკვე 50 წლის შემდეგ. საგანგებოდ არის გადათვლილი ინდივიდუალური მაჩვენებელი კალციუმზე მოთხოვნილების ეგრეთ წოდებულ პოსტმენოპაუზურ ქალბატონებში, იქ სადაც განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის ძვლოვანი ჩონჩხი და ასეთ შემთხვევაში მაჩვენებელი შეიძლება 1500 მილიგრამიც კი გახდეს, ანუ 5 ჭიქა
რომ გავზომოთ დაახლოებით ასე იქნება, მაგრამ ყველასთვის არა. და მეორე საკითხი, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით რძესთან დაკავშირებით გეტყვით. აუცილებელია კალციუმის შესავსებად რძე მივიღოთ, რასაკვირველია არა და აუცილებელია კალციუმი რძით გავზომოთ მხოლოდ. მე ეს მხოლოდ თვალსაჩინოდ წარმოგიდგინეთ. მხოლოდ იმის აღწერა მინდოდა, როგორ არის საკვებ პროდუქტებში კონკრეტული ნაერთები დაშიფრული. თუმცა ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ ყველა პროდუქტი, რომელიც ასე გამოიყურება, რძე არ გახლავთ. უფრო მეტიც რძისგან წარმოებული პროდუქტები შეიძლება არ ჩაითვალოს რძის ნაწარმად. მაგალითად, თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით, კარაქი, კრემყველი, კრემი და მსგავსი პროდუქტები რძის ნაწარმად არ ითვლება. ანუ მათში კალციუმის დონე იმდენად დაბალია, რომ რძე და რძის ნაწარმად მონათლული პროდუქტები, რომელიც კალციუმით უნდა გამოირჩეოდნენ, კალციუმის მაღალი შემცველობით გამოირჩეოდეს, ვერ ითვისებს თავის ჯგუფში და ვერ ითავსებს ამ პროდუქტებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ კარაქი რძის ნაღებისგან მიიღება, კალციუმის დაბალი შემცველობის გამო რძის ნაწარმად არ განიხილება თანამედროვე კლასიფიკაციით. არა და სწორედ ასე შეიძლება გამოიყურებოდეს მაგალითად სოიას რძე. სოია მოგეხსენებათ არის პარკოსანი და სრულიად შეუსაბამოა ცხოველური წარმოშობის რძესთან, ნატურალურ რძესთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, თანამედროვე მეცნიერება კალციუმით გამდიდრებულ, ეგრეთ წოდებულ ფორტიფიცირებულ სოიას რძეს რძის ნაწარმად განიხილავს. ცოტა უჩვეულოდ ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, ამის გათვალისწინება გვჭირდება ყოველდღიურ რეალობაში, როდესაც ჩვენ ერთი შეხედვით დამკვიდრებული სტერეოტიპის შესაბამისად ვირჩევთ პროდუქტებს და სწორედ ჩვენმა ინტუიციურმა ან სტერეოტიპზე დაფუძნებულმა არჩევანმა შეიძლება შეცდომაში შევგვიყვანოს და კალციუმის შევსების მოლოდინში ავირჩიოთ სხვა პროდუქტები, რომელიც ნაკლებად დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას. ერთი საკითხი კიდევ, რომელიც დაგპირდით, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მე მახსოვს მრავალი წლის წინ, როდესაც ჩვენთან გადაცემაში სტუმრად იყო ბატონი შოთა ჩხაიძე, პროფესორი, რომელმაც დაიწყო საუბარი საქართველოში ისეთ ნივთიერებებზე, რომელთა დამსახურებით ძალიან საჭირო ნაერთებს ვკარგავთ. მე მინდა გაგახსენოთ ასევე ჩემი არაერთი რეკომენდაცია, ძალიან ხანდაზმული რეკომენდაცია, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მაგალითად შვრია, რომელსაც მაწონში ჩავალბობთ, რძეში ჩავალბობთ, შეიძლება მაგალითად სხვა თხევად კომპონენტ შეუხამოთ, მათ შორის გახეხილ, ხილს ან ბოსტნეულს და გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად ჩვენი ჯანმრთელობისათვის. და მე მახსოვს წინააღმდეგობრივი აღქმა, იმიტომ რომ როდესაც სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, ხშირ შემთხვევაში არ არის ახსნილი ურთიერთკავშირი ორ სხვადასხვა მოვლენას შორის. დიახ, მე მაშინაც გითხარით და ახლაც გეტყვით, შვრია არის წინააღმდეგობრივი პროდუქტი ერთი შეხედვით, რადგან მასში არის უამრავი სასარგებლო პროდუქტი, ცხადია ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებთან, მაგნიუმთან და ასე შემდეგ, მრავალ სხვა პროდუქტთან ერთად ბეჯგუფის ვიტამინების ჩათვლით, მასში არის უნიკალური მცენარეული ბოჭკო, რომელიც თავისი ბუნებით არის ხსნადი. ამიტომ არის, რომ ძალიან ხშირად ფართოდ გამოიყენებენ მას რაციონში. მაგრამ ამავე დროს ის აღმოჩნდა ბრალდებული სკამზე. რატომ? იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაცია ტირაჟირებულად, რომ შვრია გვაკარგვინებს კალციუმს, გვაკარგვინებს აუცილებელ მინერალებს და მისი მოხმარება კატეგორიულად არ შეიძლება. მოდით გავერკვიოთ ეს მართლა ასეა თუ არა და დღეს მე კიდევ ერთხელ ვისაუბრებ ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ჩვენი გადაცემის ერთგულმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის. დიახ, შვრიაში არის ნივთიერებები, რომელმაც შეიძლება მინერალების დაკარგვას შეუწყოს ხელი. მაგრამ აქ დაკარგული აღმოჩნდება არა მარტო კალციუმი, არამედ მაგნიუმი, თუთია და ნებისმიერი მინერალი კალციუმთან ერთად. რატომ? იმიტომ რომ მასში არის განსაკუთრებული ჯგუფის ნივთიერება, რომელსაც ფიტინის მჟავა ჰქვია, უფრო ზოგადად ფიტატებს ვეძახით ხოლმე, ანუ ერთი ოჯახია ასეთი ამ ნივთიერებებისა და ერთიანდება კიდევ უფრო დიდ ოჯახში, რომელსაც ანტინუტრიენტები ჰქვიათ.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი არის ნუტრიენტი, ანუ საკვები ნივთიერება და დიდი რაოდენობით გვჭირდება, გრამზე გაცილებით მეტი რაოდენობით. გვაქვს აგრეთვე საკვებ რაციონში მიკრონუტრიენტები, გრამზე გაცილებით ნაკლები რაოდენობით რომ გვჭირდება. ეს არის მინერალები, ეს გახლავთ ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები არ არის ენერგიის მატარებელი, არ არის ენერგიის წყარო, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნუტრიენტები, ანუ საკვები ნივთიერებები. აღმოჩნდა, რომ იმავე საკვებში და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ საკვებ პროდუქტში გაფანტული ნივთიერებები, აღმოჩნდება ისეთი ნაერთები, რომელიც აი ამ ძალიან კარგი საკვები ნივთიერებების შეთვისებას ეწინააღმდეგება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შვრიაში გვაქვს ნუტრიენტები, ჩვენთვის საჭირო პროდუქტები და ამავე პროდუქტში ერთდროულად არის ამ პროდუქტების მიმართ მტრულად განწყობილი. მოდით ასე არ ვიტყოდი, მტრულად განწყობილი არა, უფრო წინააღმდეგობრივად განწყობილი და აი ამ საკვები ნივთიერებების დამკარგავი მოლეკულები, რომელსაც ამ შემთხვევაში, შვრიის შემთხვევაში ფიტინის მჟავა ჰქვია. მაშინ სად არის გამოსავალი? თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ლობიოში არის რკინა, გამომშრალ ლობიოში და მასში არსებული ფიტინის მჟავა ამ რკინას დაგვაკარგვინებს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მაგალითად ბროკოლიში არის სულფორაფანი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ჩვენ შევთანხმდით, რომ მაგალითად სწორედ ეს სულფორაფანი პროსტატის კიბოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს თავიდან აცილებაში უზარმაზარ როლს ასრულებს, აღმოჩნდა, რომ ის არის ანტინუტრიენტი და მისი დამსახურებით უამრავი ნივთიერება შეიძლება დაიკარგოს. მაშინ სად არის გამოსავალი? გამოდის, რომ ჩვენ არც ერთ პროდუქტს აღარ მივირთმევთ, ყველა ამ პროდუქტზე უნდა ვთქვა თუ არის. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვან, როდესაც ჩამოვთვლით ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებს, მათში არის პომიდორი, მათში არის ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა სახის მწვანე ფოთლოვანი მცენარეები და ამავე დროს ამ პროდუქტებში განსაკუთრებით დიდი ცხრილი არის ჩემს წიგნში ამასთან დაკავშირებული და თუ დაინტერესდებით, აუცილებლად წაიკითხეთ თავი ანტინუტრიენტები. მოკლედ არის ნივთიერებები, რომელიც აი ამ ძალიან კარგი პროდუქტების დაკარგვას უწყობს ხელს. დაუბრუნდეთ გამოსავალს. გამოსავალი არსებობს. და დღეს დანამდვილებით ვიცით, თუ სწორად მოვამზადეთ შვრიას, ლობიოს, ნებისმიერ მარცვლეულ ბურღულეულს და პარკოსანს, ჩვენ შევძლებთ საკვები ნივთიერებები დავიცვათ ანტინუტრიენტებისაგან. როგორ უნდა გავაკეთოთ? მარტივი მეთოდი არსებობს და ჩვენმა წინაპარმა არც ბიოქიმია იცოდა, არც ნუტრიენტები, არც ანტინუტრიენტები და არც მტკიცებითი მედიცინის შესახებ ჰქონდა რაღაც მოსაზრებები. რეალურად ის ალბობდა მარცვლეულ ბურღულეულსაც, ალბობდა ლობიოსაც და მოდით გავეხსენოთ ლობიოს წინასწარი ჩალბობა კერძის მომზადებამდე, მაგალითად კორკოტის და წანდილის მომზადებისთვის ხორბლის მარცვლის წინასწარ ჩალბობა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ უფრო ადვილად შეთვისებადი იყო, დიახ, უფრო ნაკლები დისკომფორტის მომგვრელი იყო, დიახ, მაგრამ ამავე დროს ამ ტექნოლოგიაში არის საიდუმლო. ფიტინის მჟავის დანაკარგი იზრდება და ნაკლები საფრთხე ემუქრება ასეთ შემთხვევაში საკვებ ნივთიერებებს. არის ჩალბობა, არის დუღილი და თერმული დამუშავება, რომელიც ფიტინის მჟავის რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებს ამ პროდუქტებში. შესაბამისად, ვიღებთ ამ პროდუქტებს რაციონიდან? არა, ჩვენ სწორად ვამუშავებთ და ასეთ შემთხვევაში ერთი მარტივი არჩევანია. თუ თქვენ გადაწყვეტილი გქონდათ, რომ ერთი ჭიქა რძიანი შვრიის ფაფა მიგერთმიათ, მე გთავაზობთ ასეთ არჩევანს. დიახ, მოამზადეთ ეს ფაფა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რძიანი ფაფის ნაწილი დატოვეთ ნახევარი და მეორე ნახევარი სეზონური ხილით შეავსეთ. კიდევ უკეთესი არჩევანი იქნება, თუ ამ პროდუქტებს ავარჩევთ სწორედ ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, მაგალითად კენკრის გამოყენებით. ეს იქნება სწორედ ის განსაკუთრებული საიდუმლო, რომელიც ერთი მხრივ ყველაფერი სასარგებლო ნივთიერების, ყველა სასარგებლო ნაერთის ორგანიზმში მოხვედრას შეუწყობს ხელს და არ დაგვაკარგინებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. მე ვისარგებლებ შემთხვევით, რა კი კალციუმზე ვსაუბრობ, აუცილებლად გაგახსენებთ, რომ კალციუმი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ზოგიერთი ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად, რადგან კალციუმს, მაგალითად რძის ნაწარმთან ერთად თუ მივიღეთ ეს ანტიბიოტიკები, ამ პრეპარატის ეფექტურობას დააქვეითებს. მაგალითად, კალციუმი და რკინა მუდმივად ჩხუბობს და თუ თქვენ მაგალითად ხორციან კერძს მიაყოლებთ ყველის ნაჭერს, ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ, ძალიან უყვარს ეს კომბინაცია, მაგრამ ორგანიზმი აღმოჩნდა
აღმოჩნდება დილემის წინაშე. მას გაუჭირდება შეინარჩუნოს რკინა და შეიძლება ასეთი რთული არჩევანის პირობებში ვერც რკინა შეითვისოს სათანადო რაოდენობით და ვერც კალციუმი. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, განსაკუთრებით, როდესაც უნდა გავითვალისწინოთ ხორციან პროდუქტებსა და რძის ნაწარმს შორის 2 საათიანი ინტერვალი მაინც უნდა იყოს იმისათვის, რომ ხორციდან რკინა სრულფასოვნად შევიძინოთ, ხოლო რაც შეეხება მაგალითად რძის ნაწარმიდან კალციუმი. არის კიდევ ერთი კანონზომიერება. როდესაც ჩვენ ყავას და ჩაის დავაყოლებთ ხოლმე, მაშინათვე ძირითად კვებას. ეს არ არის მაინც და მაინც კარგი გადაწყვეტილება და აღმოსავლური ტრადიცია ჩაის მისა ყოველთვის ცალკე განყენებულად ამ პროდუქტის მოხმარებას გულისხმობს. ანუ დისტანცირებულად ძირითადი კვებიდან. რატომ? იმიტომ რომ ჩაისა და ყავაში არსებული ფიტინის მჟავა ასევე გვაკარგინებს კალციუმს, რკინას, მაგნიუმს და მრავალ სხვა მინერალს. იმისთვის რომ ეს დანაკარგი თავიდან ავიცილოთ, რკინას შეიძლება ხორცის წყარო უფრო ადვილად გაუმკლავდეს და ნაკლები დავკარგოთ. მაგრამ თუ მცენარეული პროდუქტებისგან მომზადებული კერძი მივიღეთ და იქიდან ვივსებთ კალციუმს ან ვივსებთ რკინას, ასეთ შემთხვევაში ეს მინერალები შეიძლება იყოს დაკარგვისთვის განწირული თუ მაშინვე კვებას დავაყოლებთ ჩაის და ყავას. ჩვენი საზოგადოებისათვის მე ვფიქრობ, კარგად არის ცნობილი, თუნდაც ჩვენი გადაცემის ხანდაზმული ისტორიის გათვალისწინებით და გაგახსენებთ ის, რაც სტერეოტიპულად დამკვიდრებულია და ფაქტობრივადაც ასეა, რომ რძე და რძის ნაწარმი არის გამორჩეული წყარო კალციუმის. დიახ, კალციუმის მდიდარი პროდუქტები გახლავთ და მე იმასაც გაგახსენებთ, რაც ეხან ვთქვი, როგორც თანამედროვე კლასიფიკაცია რძისა და რძის ნაწარმისა, რომ ამ ჯგუფში კალციუმით მდიდარ პროდუქტებში შესაბამისად ეგრეთ წოდებულ რძის ნაწარმში შეიძლება აღმოჩნდეს გამდიდრებული, კალციუმით გამდიდრებული სოია და არ აღმოჩნდეს მაგალითად რძის ნაღებისგან დამზადებული კარაქი იმ განმარტების გათვალისწინებით, რაც უკვე გაგიზიარეთ. მაგრამ რძის ნაწარმის გარდა სტერეოტიპულად დამკვიდრებული და ფაქტობრივადაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ დადასტურებული კალციუმით მდიდარი წყაროებისა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კალციუმით ისეთი წყაროები, რომელიც გაფანტულია ჩვენს გარშემო. ეს გახლავთ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ მაგალითად კომბოსტო, მაგალითად თევზი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს რაციონში. რასაკვირველია, ასეთი დიდი რაოდენობით კალციუმი, როგორიც არის რძეში, ამ პროდუქტებში არ გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პროდუქტების ურთიერთშეხამებით და რაციონში რამდენიმე ასეთი პროდუქტის ერთდროული ჩართულობით ჩვენ საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით შევავსებთ ორგანიზმს კალციუმით. და ბოლოს იმისთვის, რომ მთლიანობაში წარმოვიდგინოთ სურათი, კალციუმის საიდუმლო არც ჭიქარრძეშია და არც ერთ ჯადოსნურ პროდუქტში. კალციუმის შეთვისების საიდუმლო, კალციუმის წონასწორობის ბალანსის საიდუმლო არის კვების წონასწორობაში. აი იმ წონასწორობაში, რომელიც ჩვენს ტრადიციულ თეფშია, სადაც 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი ქმნის ამ წონასწორობას და ნაგულისხმევია დღიური რაციონის სულ მცირე ნახევრად ბოსტნეული და ხილი, ხოლო მეორე ნახევრად მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად და საგანგებოდ ჭიქით დგას რძე, როგორც სიმბოლო რძის ნაწარმისა, როგორც ცალკე კვებითი ჯგუფისა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ნებისმიერ ასაკში. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.